და ჩვენ ხსნით მთავარ თემას იმედის დილის ეთერში ჩვენი სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 54 წლის პროფესიით ექიმი ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს ყავს მეუღლე და ორი შვილი ჯანდაცვის მინისტრი 2012 წლის ოქტომბრიდან მინისტრი ამბობს რომ თანხამ რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ხართ პირველი სტუმარი. პირველ რიგში ვისაუბროთ პირველ კატეგორიაზე. ამ კატეგორიაში სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პედაგოგები, პენსიონერები და ასევე 6-18 წლამდე მოჟღერდები შედიან. საინტერესოა ამ კატეგორიის ადამიანებს გარკვეული ბარათები ექნებათ, რომ მიიღონ ის მომსახურება, რაც მათ სჭირდებათ, თუ კვლავ ბიუროკრატიული პროცედურების გავლა დაჭირდებათ. ბარათები არ დაჭირდებათ, ეს ადამიანები აქამდე სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით და მათი მონაცემების მართვა ხდება ელექტრონული მონაცემთა ბაზით. რაიმე ქაღალდის მატარებელი, რაიმე სახის მათ არც აქამდე ჭირდებოდათ და არც ამის ანუ როგორ ხდება ეს პროცედურები, რომ გითხრათ, სახლიდან ექიმამდე როგორ უნდა მოხდეს პაციენტი? თუ კი ესა თუ ის ადამიანი არ არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვაში და მართალი გითხრათ ძალიან ცოტა მეგულება უკვე ასეთი და აპირებს თავიდან რეგისტრირებას. მთელი საქართველოს მასშტაბით არის საყოველთაო ჯანდაცვის ოფისები რაიონების ჩათვლით, მათ შეუძლიათ მივიდნენ, დარეგისტრირდნენ და 24 საათის განმავლობაში გააქტიურდება მათი უფლებები. ანუ მონაწილეა დიახ, ის ვინც აქამდეც მონაწილეობდა, მათთვის ადმინისტრირებაში არაფერი არ იცვლება, მათ შორის ეს კატეგორია პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები და ასე შემდეგ. მათთვის ადმინისტრირებაში არაფერი არ იცვლება, იგივე ელექტრონული მონაცემთა ბაზით ხდება მართვა, ასე რომ ამ ცვლილებებით მათ ნამდვილად არ გაურთულდებათ არაფერი. კლინიკებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ანუ ვინც სრული პაკეტით სარგებლობს დაზღვევის, მათ ექნებათ რაღაც გარკვეული ჩამონათვალი კლინიკების თუ სრული სამებს, სადაც აირჩევს იქ მიდის მოქალაქე? საყოველთაო ჯანდაცვამ ბევრი ცვლილებებით მოიტანა ერთ-ერთი ცვლილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭათ სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი. იქამდე არ ჰქონდათ მათი მზღვეველი, სადაც განუსაზღვრავდა იძულებული იყვნენ ევლოთ იქ. ეს პრინციპი თავისუფალი არჩევანის ახლად შენარჩუნდება, დაემატება კიდე ერთი ფაქტორი, რომელიც ნაწილობრივ ამუშავდა სელექტიური კონტრაქტირება, ეგრეთ წოდებული, როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს მაღალი ხარისხის კლინიკებს, რომლებიც უფრო მეტ სტანდარტს აკმაყოფილებენ, ვიდრე ეს უბრალოდ სანებართვო პირობები არის. ძირითადად თავისუფალი არჩევანი სამედიცინო დაწესებულებების რჩება, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბატონ დავით, ამ რეფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად დამატებით 2 მილიონ ადამიანს გაეზრდება დაფინანსება ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით. ვის და რის ხარჯზე რომ გამმართოთ ეს თუ შეიძლება? ჩვენ ამ პროექტის ადმინისტრირებისთვის შევმუშავეთ პირობითი კლასიფიკატორი, რომელიც არ არის მოსახლეობის დამყოფი რაიმე კლასებად, უბრალოდ ადმინისტრირებისთვის იყო საჭირო. აი ეს კატეგორია ეგრეთ წოდებული მიზნობრივი, რომელიც მოიცავს როგორც ჩვენ აღვნიშნეთ სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს 6 წლის ასაკამდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს. ამ მათი რაოდენობა არის დაახლოებით 2 მილიონი. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის დაფუძნებამდე სარგებლობდნენ სახელმწიფოსგან დახმარებით სამედიცინო სერვისების დაფინანსებით და მას შემდეგაც. რა იცვლება მათთვის? მათ ლეგალურად ემატებათ პრივილეგია, რომ თუ კი მათი ოჯახის წევრი ამინდა სხვა აუღებს კერძო სადაზღვევო პაკეტს, ისარგებლონ ორივეთი. ყველა ჯგუფს ამის პრივილეგია არ აქვს. ანუ ეს დამატებითი პრივილეგია და ამ 2 მილიონიდან ერთ-ერთ სეგმენტს თავიდან სამწუხაროდ ეს დიდი სეგმენტი არ იქნება, დაახლოებით 600,000 ადამიანი, ვის სარეიტინგო ქულაც 100,000-მდეა, მათ გაუჩნდებათ ახალი სახელმწიფო პროგრამა ქრონიკულ მედიკამენტებზე წვდომა. დიახ, მოგემით, აი რომელთაც 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, მაგრამ არ აქვს იმდენი თანხა, რომ კერძო დაზღვევით ისარგებლონ. ამ შემთხვევაში ხომ არ იჩაგრება ამ კატეგორიაში შესული პირი? არც ერთი კატეგორია არ იჩაგრება, ესეც ჩვენ ამ ცვლილებების გამზადებას მიუძღვენით წელიწადნახევარზე მეტი, როდესაც ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი. აი მოკლედ რო აღწერო, ეს არის რომ ესა თუ ის რესურსი ამ შემთხვევაში ფინანსური რა ფუნქციას ასრულებს, იმის მიხედვით მისი ეფექტურობა შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული. ჩვენ აი იგივე კატეგორიაში, რომელსაც აქვს 1000 ლარზე დაბალი შემოსავალი, ძალიან მცირე შეზღუდვები დაუწესდებათ, მაგალითად სტაციონარული მკურნალობის დროს, ქირურგიული ოპერაციების დროს, გეგმიურის დროს ის გადაუდებელში არ იცვლება არაფერი. 500 ლარზე ქვევი ღირებულების ჩარევები სახელმწიფოსგან არ დაუფინანსდებათ. გაჩნდება ერთგვარი ფინანსური ბარიერი. ეს არ არის მათი დისკრიმინაციული, არამედ ეს არის სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არასაჭირო კვლევების და არასწორი ინტერვენციების შემაკავებელი ფაქტორი. შედარებისათვის მეორე კატეგორიაში
რომელიც არის 1000 ლარიდან თვეში 40000 ლარამდე წელიწადში, მათ ეს ბარიერი გაუჩნდებათ 1000 ლარიანი. ანუ 1000 ლარზე ქვევით ღირებულების უნდა გადაიხადონ თვითონ და 1001 ლარიდან უკვე სახელმწიფო შედის უკვე დადგენილი წესით. მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდა ასევე კითხოთ, აი ჩვენ ვახსენეთ, რომ სოციალურად დაუცველ ფენას, ვისაც 0-დან 100.000 სარეიტინგო ქულამდე აქვს, 5 ქრონიკული დაავადების მედიკამენტები დაუფინანსდება და სიმბოლური ფასი იქნება ეს 1 ლარი. ანუ ზუსტად რომ ავხსნათ, თქვათ, ეს 1 კოლოფის ფასია, შეძლებენ თუ არა ვთქვათ, 1 თვის მარაგის შეძენას, თუ აი როგორ მოხდება ეს ამ მიმართულებით რომ გითხოთ. ნუ თუ აქცენტს გავუკეთებთ ამ 1 ლარზე, ფორმულირება იქნება ასეთი, რომ ამ ადამიანებს შეეძლებათ იყიდონ გარკვეული ჩამონათვალის მედიკამენტები, სახელმწიფო ყიდულობს ამ მედიკამენტებს, ის განაწილებული იქნება სააფთიაქო ქსელში და აფთიაქში მათ მოთხოვენ ამა თუ იმ მედიკამენტის ამ სიაში არსებულის 10%-ის გადახდას, ოღონდ არა უმეტეს 1 ლარისა. ეს შეიძლება პირველ წინადადებაში რთულად ჩანს ამისი შინაარსი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის 1 ლარის მაქსიმალური თანაგადახდა, რომელიც ასევე მნიშვნელოვან ფუნქციებს შეასრულებს და ეს შეიძლება გააკეთონ ნებისმიერ შესყიდვაზე. მათ შეუძლიათ იყიდონ 1 დღის მედიკამენტი, რომელსაც მჯერა რომ არავინ არ გააკეთებს, ან 1 თვის, ან მაქსიმუმ 3 თვის. ერთ შეძენაზე, ერთ მედიკამენტზე, თუნდაც ეს 3 თვის მარაგი იყოს, მაქსიმუმ 1 ლარის თანაგადახდა. ბატონ დავით, მედიკამენტების თემა რომ გავაგრძელოთ, აი მაგალითად თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო ვარაუდობს, ეს არის 3,5 ლარი, მიზერულია და არ იქნება საკმარისი მომსახურების დაახლოებით 670,000 ადამიანის თუ არ ვცდებით ამ ციფრში, წამლებით უზრუნველყოფას. რას უპასუხებთ ამაზე, რამდენად მოერევა ვთქვათ ბიუჯეტი? ამა თუ იმ ტიპის ოპონენტების აპოკალიფსებს მე ვცდილობ მართლაც რომ რაღაც სიზიფესეული მოთმინებით შევხვდე ხოლმე, თუმცა არ ვიცი რამდენად გამოდის ხოლმე ეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არის რამოდენიმე ქრონიკულ დაავადებაზე, რომლებიც ჯამში ქმნიან სადღაც 70%-ის დაფარვას, რადგანაც ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებები. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ წინასწარ გათვლებს და ავიღეთ ეს მიზნობრივი მოსახლეობა, რა თქმა უნდა არნიშნავს რომ 600,000-დან ყველას მაღალი წნევა აქვს, ან ყველას დიაბეტი აქვს. ერთი წელიწადი მოანდომეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომ გააკეთებინათ შესაბამისი გათვლები, თუ აი ამ ჯგუფიდან რამდენ შეიძლება კონდეს მაღალი არტერიული წნევა თუ რომელიმე სხვა ქრონიკული დაავადება. შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტმა აი ამ გათვლებს დაადო ეგრეთ წოდებული გაიდლაინები, აი ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მედიკამენტები, არა ყველა, არამედ კონკრეტული, რომელიც აუცილებლად ჭირდება. და ასე გავაკეთეთ ეს გათვლები, რომელიც არის დაფუძნებული საერთაშორისო მტკიცებულებებზე. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ 600,000-დან ყველა სჭირდება ესა თუ ის სამალე. ეს არ არის ზოგად აფთიაქზე წვდომის რაღაც შეღავათი, არამედ არის კონკრეტული ქრონიკული დაავადებების დაფინანსება. ანუ 3,5 ლარი თქვენ ამბობთ, რომ საკმარისია. ამ 6 თვის განმავლობაში ამ 6 თვის განმავლობაში ჩვენი გათვლებით ვფიქრობთ, რომ საკმარისია, თუმცა ზუსტად ალბათ პირველი 3 თვის მოხმარება მოგცემს და ჩვენ გვაქვს იმისი რესურსი, უკვე ბაზრის კვლევის დროსაც გამოვლინდა, რომ 700,000 დაგვეზოგება და ალბათ ტენდერის მერე ბევრად მეტი დანაზოგი იქნება, რომლითაც ან გავაფართოვებთ ამ მედიკამენტების რაოდენობას, თუ კი დაგვაკლდა, ან გავაჩენთ ახალი დაავადების, გარდა ჩამოთვლილისა სხვა დაავადებების მომავლის კომპონენტს. თქვენ აღნიშნეთ, რომ არცერთი კატეგორია არის ჩაქრება, საინტერესოა აი იმ კატეგორიას გრწოდებული, ვისაც მაღალი ანაზღაურება აქვს 1000 ლარს ზემოთ კატეგორიაში მყოფ პირებს, რას თავაზობს სახელმწიფო დაზღვევა? იცით რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა შედის, ხო, თუ არ ვცდებით? აი, რაღაცნაირად მარტივად რო თქვა, ჯანდაცვის სამინისტრო თანხას ხარჯავს ორი მთავარი მიმართულებით. ერთი ეს არის სახელმწიფო პროგრამები, რომლის ბიუჯეტიც არის 130 მილიონი წელიწადში. და ეს პროგრამები არის მაგალითად იგივე ჰეპატიტის მკურნალობის, მაგალითად ტუბერკულოზის, მაგალითად დიაბეტის პირველი ტიპის და ასე შემდეგ. სულ არის 20 სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც დაემატება ახლა ქრონიკული მედიკამენტების. აი, ეს კომპონენტი შეუნარჩუნდება უკლებლივ ყველას, როგორც მაღალი შემოსავლის, ასევე დაბალი შემოსავლისას. და პლუს შეუნარჩუნდება მშობიარობის დაფინანსების თანხები. გარდა
ამისა ეს საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტში მათ ეძლებათ არჩევანი საყოველთაო ჯანდაცვის აქამდე არსებული პაკეტი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, მცირედ შეიზღუდება. ეს შეზღუდვა გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად თუ გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტი 100% უფინანსდებოდა, დაუფინანსდებათ 90% და 10 იქნება მათი გადასახდელი. თუ გეგმიურ ქირურგიაში მათ ფასის ბარიერი არ ქონდათ და გეგმიურ ქირურგიას სახელმწიფო უფინანსდებდა 70%, ხოლო 30 მათი გადასახდელი იყო, ახლა გაჩნდება ეს ფინანსური ბარიერი, 1000 ლარიანი ბარიერი, რომლის ქვევითაც მათ 100% უნდა გადაიხადონ, რომლის ზევითაც სახელმწიფო გააგრძელებს ამ გადახდებს. მაშინ ასე როგორც მინისტრი აცხადებს, არც ერთი კატეგორია იმ 4-დან არ დაიჩაგრება, ეს კითხვები მოსახლეობას ალბათ ქონდა და იმედია რომ ჩვენ გარკვეულწილად ვიპასუხეთ მათ შეკითხვებს. ბატონ დავით, ჩვენ ცოტა ხნის წინ იმედის მაყურებელს ვაჩვენეთ რეპორტაჟი მცდარი დიაგნოსტიკის პრობლემაზე. ჩვენმა ჟურნალისტმა მოამზადა ეს სიუჟეტი, ჩვენ ამ რეპორტაჟში რამდენიმე ადამიანზე იყო საუბარი, თუმცა რამდენიმე მოარი თქვა კამერის წინ ამ პრობლემაზე ყურადღება გაემახვილებინა. თქვენ რას გვეტყვით, რამდენად მასშტაბურია მცდარი დიაგნოსტიკის პრობლემა საქართველოში? და თუ არსებობს რამე კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამას არეგულირებს ან აკონტროლებს? დიახ, ეს ისეთი კომპლექსური საკითხია, მე მოვასწრე პირველი ნაწილის ნახვა სიუჟეტის პირველი, ის რო არის ესეთი მოცემულობა, როდესაც ერთი ადამიანის, ერთი პაციენტის ან ერთი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება საკითხი, აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ სტატისტიკა, იმიტომ რომ ერთ ადამიანს ვერ აუხსნე, რომ იცი რა შენთან შეცდომა მოხდა, მაგრამ აგერ სამაგეროდ შეხედე, სხვაგან უფრო მეტი შეცდომები ხდება. მე მართლაც მოხარული ვარ, რომ რისხანი დიაგნოზები ზოგ შემთხვევაში არ დადასტურდა ამ ადამიანებთან და ისინი გადაურჩენ ფატალურ რისკებს, რომელიც მცდარი მკურნალობის შედეგად შეიძლებოდა დამდგარიყო. მათ მოუწიათ საზღვარგარეთ ამის გადამოწმება და შესაბამისად ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის და მაღალ განვითარებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებშიც ხდება. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ შეღავათი არ არის, რომ იცით რა არის სხვაგან უარესი არის და ჩვენთან რა. მე შემიძლია გითხრათ, მოკლედ ვეცადო, რომ რა კეთდება, რა ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ მინიმუმამდე ჩამოვიდეს. ამას ვერ გააკრუს, ვერკეტი თქვათ. რამოდენიმე მიმართულება არის, ზოგადად ამას ხარისხის ტოტალური კონტროლი ქვია. ჩვენთან მუშაობს სამწუხაროდ პოსტფაქტუმ, ანუ როცა გართულდება რაღაც შემთხვევა, მერე სწავლობს პროფესიული განვითარების საბჭო. ეხლა დავიწყეთ დანერგვა, პირველი ეტაპი იყო მარტში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაში. ამას ქვია ხარისხის ირიბი ინდიკატორები. ექიმი ან ექთანი თავისი პირით შეიძლება არ ამბობდეს შეცდომას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელთაც დეტექციას ვაკეთებთ სუსტი წერტილებით. და არის ზოგადად ქვეყნის ხარისხის კონტროლის ინდიკატორები, რომელიც თუნდაც იძულებული ვალდებულები ვართ, რომ ევროკავშირთან ასოცირებით შევასრულოთ. ეს დიდი სისტემაა, დამერწმუნეთ და როდის დაიწყება ამ სისტემის დანერგვა, რო ვთქვათ, რომ სტატისტიკა არ არსებობს ქვეყანაში, შესაბამისად პრობლემის მოგვარება როგორ უნდა მოხდეს? უფრო დეტალურად და უფრო მოკლედ. პირველი რაც აქვს ამერიკის ჯანდაცვას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა და იძლევა საშუალებას, რომ შენ დეტექცია გააკეთო სუსტი წერტილებით. და ისინი ამას ღიად აკეთებენ, რაც ძალიან დასაფასებელი არის. ჩვენ შემთხვევაში ამის საშუალებას მოგცემს ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვა, რომელიც კომპლექსური სისტემაა, ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის ანალიზის კეთების საშუალებასაც. თვითონ ბლოკი დასრულებული არის, იმპლემენტაცია წლის განმავლობაში პილოტირებას გადის 3 თუ 4 კლინიკაში და ამას დრო ჭირდება, მე ვფიქრობ, რომ უახლოესი წლის ან წლინახევრის განმავლობაში ეს სისტემა დაინერგება. შეამცირებს ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო ჩვენი სტუმარი. წარმატებები ვუსურვოთ ასევე ჩვენს მოსახლეობას და ვუსურვოთ მათ, რომ მოქნილი იყოს ეს სისტემა მათთვის. დიდი მადლობა. დღეიდან ამოქმედება აღნიშნული ცვლილებები ჩვენ